მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში პოლიციელებზე თავდასხმისთვის დაკავებულ 5 პირს პროკურატურამ ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა. აღნიშნული 5 პირიდან განსაკუთრებით მძიმე მუხლით აქვს ბრალდება წარდგენილი არასრულწლოვანს და მის მამას. გულისხმობ პოლიციელის მიმართ საქმიანობაში ხელშეშრალს და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას, რაც შეეხება დანარჩენ სამბრალდებულს. პროკურატურა მათაც პოლიციელების დაუმორჩილებლობას ედავება ძალადობის, მუქარით ან ძალადობით. ასეთი ჩანაწერი არის ამ მუხლის გარშემო და ამ შემთხვევაში 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება აღნიშნულ სამ პირს. ჩვენ ვესაუბრეთ დაკავებულების ადვოკატს, რომელიც აცხადებს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი 5-ვე პირი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბრალდების შინაარს, თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან როგორც ადვოკატი ამბობს, ახლახანს გადაეცა მას საქმე და დრო სჭირდება გასაცნობად. რაც შეეხება პროცესს, უახლოეს საათებში უნდა ჩაინიშნოს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობა. გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება ეს პროცესი და მოსამართლე გადაწყვეტს, გაუშვებს თუ არა წინასწარ პატიმრობაში დაკავებულ 5 პირს. ნამდვილად მოხდა 5-ვე ბრალდებულზე ბრალის წარდგენები ხაშურსა და გორში. 5-ვე ბრალდებულის ინტერესების წარმოადგენმე და სრულად გამოუგნებელი ბრალდებებია. ისეთ ხალხს ადამიანებს აქვს 5-დან 3-ს წარდგენილი ბრალდება თითქოს ჯგუფურ თავდასხმაში პოლიციელების მიმართებაში, რომლებთან საერთოდ გაშველების გარდა არანაირი მონაწილეობა ინციდენტში არ მიუღია. შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებების შინაარსისგან განსხვავებული მოსაზრებები და აზრები მოვისმინეთ ადგილობრივებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიცია სახლში შეეჭრა ოჯახს, სადაც ერთ-ერთი მამის წლისთავი აღინიშნებოდა.